უკვე კი ვხედავთ რომ სოფლიო იცვლება ამ ხრივ რომ აი მაგალითად 10 წლის წინ 2016-ში ბავშვის ტელეფონზე და ბავშვის კომპიუტერზე აი მანიაკია, აი ადიქცია და აი პრობლემა და აი რო თამაშობს აი ძალადობას იწვევს. ნუ ერთ საუკუნის წინ ესეთი პრობლემა იყო ტელევიზორი. იმის წინ კიდე იქნებოდა რაღაც. კიდე ერთხელ ვამბობ, ყოველთვის იქნება ესეთი რაღაც. პროგრესს მოაქვს სხვადასხვა ტიპის ადიქციები. ნამდვილად. ადამიანების ცხოვრება ადიქციების გარეშე არ არსებობს. შეუძლებელია. პროგრესი სტანდები არის სხვადასხვა ადიქციები, რომელიც უნიკალურია პროგრესის იმ განვითარების ფაზისთვის, იმ დროისთვის და ასე შემდეგ. კი, აღარ არის ცხოვრება ისეთი, რომ ბუნებაზე ვხედავთ და რა ვიცი ერთიანი დიდი რაღაცა საუზმე გვაქვს თუ სადილი გვაქვს, საუბრობთ და ცხოვრება განსხვავებულია. 6 საათიანი საუზმეები და სადილები აღარ არის და არც იქნება. ნოსტალგია გვაქვს, გვაქვს, იმიტომ რომ ყველას გვაქვს ნებისმიერ ჩემი ნოსტალგია მაქვს. შენი გექნება, ეხლა შენი გაქვს ალბათ რაღაცების ბავშვობის გენატრება. ჩემო საკში რო იქნები, შენც ნოსტალგია გექნება, ოღონდ არა იმის მიმართ, რისიც მე მაქვს. შენ საკში რაღაცა უკვე ისე იქნება წასული წინ, შენ რომ 50 წლის იქნები ჩემსავე. რომ შენ მოგენატრება შენი ხელოვნური ინტელექტი, რომელიც იმ დროისთვის უკვე რელევანტური სასწაული იყო. ცხადია, ხო? ეს არის ცხოვრების ერთიანი ციკლი. ჩვენ გვაქვს ცხოვრების ერთიანი ალგორითმი, უბრალოდ სხვადასხვა შემავსებელი არის სხვადასხვა, თორემ ჭურჭელი ერთი და იგივეა. ჭურჭელი ერთი და იგივეა, ნამდვილად. აი ბოლომდე გეთანხმები ამაში. და იმედი მაქვს, რომ აი ძალიან მალე დავინახავთ ამ სფეროში, განათლების სფეროში აი ესეთ ცვლილებებს და ესე ვფიქრობ, რომ გარდაუვალია.